После выступлений представителей ряда братских коммунистических и рабочих партий с приветствием съезду, товарищ Ворошилов предоставляет слово Иосифу Виссарионовичу Сталину. Marchkile, Kobadon, Marchkile. Vagolat, Ena, Vagolat. Şkil, Baton, şkil. O? Gogi. გამარჯობა გოგი. გამარჯობათ. როდი საკეთია თქვენობით დაიწყე ლაპარაკი. რისთვის გამომიძახე? ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. ძალიან დაიძაბა ყველაფერი. Как говорится, дальше некуда. Сула прина. რაც უფრო ბერდება, უფრო და უფრო აუტანელი ხდება. იზემე ლაპარაკები. ეს პროლეტარიატის დიდ ბელადს. შეგეშინდა, თუ გეშინი. ჩემთან ურაბს ნუ გეშინი. ხო იმას გაუნებოდი. მოისმინე მაგის ბოდვა, ბოლოყრილობაზე. სადაც მე ვიყავი, იქ პრესითა და რადიოთი არ გვანებივრებდნენ. განაცხადა. სანამ ცოცხალი ვარ, ვისარგებლო ჩემი ავტორიტეტი და დავამხოთ იმპერიალიზმი. მთელი მსოფლიოს რევოლუციისაგან მოგვიწოდა. მთელი მსოფლიოს დაპყრობა მომინდომა. Тоже мне, владыка мира. არა და გათავებულია მაგის საქმე.
საცა მოაკითხავენ ეშმაკები და თავის სოდვებიანად შეაგდებენ ცხელტაფაზე. არავის შეარჩენ, არავის არ იკავენ. ეშინია მომწავლავენ, ერთადერთი, ვისი ჯერა, სტარა ბლად, ოლგა ლეპეშინსკია, ბალერინ. რაღაცა ბალახებს უხარშა, ჭყიპავს და ჭყიპავს. როგორ ფიქრობ? მოასწრებს მსოფლიოს დაპყრობას. სანამ მეუდგევარ გვერდით სტალინი უძლეველია. მას შემდეგ რაც ატომური ხუმარის საიდუმლოება ავცაპნე ამერიკელებს, გაიფხორა. და სასაცილო კეკეს ბიჭი ატომური ხუმარის მფლობელი და აღუბავს მსოფლიოს. მე შენ გეტყვი დაიხევს უკან ამას. შენ რაც არ უნდა სთქვა, სუფთა გენიოსია. მაგასთან პეტრე დიდი და ივანე მრისხანე ძუძუთა ბავშვები არიან. მაგას შეიძლება ალექსანდრე მაკედონელი ან ჩინგისხაენი გაუტოლო. ისიც საეჭვია. ალბათ მართალი ხარ მართალი. მაგრამ ადგინდა რა, არც თვითონ ცხოვრობს და არ ჩვენ გვაძლევს საშუალებას. იცი რა უწოდა მაგას გარეწარმა გრიგოლ რობაქიძემ. ქვეწარმავალი. გაქვავებული ქვეწარმავალი. არა, ეგ ადამიანი არ არის, ეგ არც ქართველია. გაქვავებული ბუდა, სატანა. რისთვის გამომიძახე? როგორც ამხანაგი სტალინი გვასწავლის, კადრების წყვეტენ ყველაფერს. შენ ჩვენ გჭირდები, გიორგი. ესე იგი მისი ბრძანებითი გამანთავისუფლება. არა. მან არც კი იცის, რომ ლუბიანკაზე მყავდი. ეხლა დასჭირდი და გიხ. მეც ასე ვიფიქრე. კი, მაგრამ არ გეშინია, რომ ყველაფერი შემიძლია მოუყვე. მოუყვე თუ როგორ ყავდი ერთი წელიწადი ლუბიანკაზე და სხვათა შორის დღევანდელი ჩვენი საუბრის შესახებაც. რა ხუმარა ხარ, გოგი, რა ხუმარა. მე ყოველთვის ვაფასებდი იუმორს. შენ კი არ იჯექი, იზოლირებული იყავი. მე და ბაღჩო ქობულოვმა დიდი შეთქმულება გავხსენით. სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, შენ უნდა მოეკალით. და ვიდრე საქმე ბოლომდე გაიხსნებოდა, იზოლებული ვიყავი, შენი იზოლირება მომეხტინა. მადლობის მაგიერია, გოგი. მე შენ უეჭველი დაღუპვისაგან გადაგარჩინე. მე უნდა დაგიჯერო და მადლობაც უნდა გითხრა, ხო? შენი ნება? მე მიჩვეული ვარ ადამიანთა უმადურობას. მოვა დრო და დარწმუნდები ჩემს სიმართლეში. სტალინთან დაბეზღებას არ გერჩევ. მას ჩემი უფროს ჯერ. მე შევძლებ ის დარწმუნებას. ბერიასთან თრობას, ბერიასთან მეგობრობა არ შობს. გოგი, შენ ოჯახი ყავს, გოგი. ჯერ ხომ არ გინახავს შენები. ეხლა წაგიყვანენ, გაკრეჩენ, გაკბარსავენ, ჩაგაცმევენ. ასე ხომ არ ეჩვენები შენს ახალგაზრდა ლამაზ ცოლს. ოგირა, ბრწყინვალე ქალი. იცი ვის მაგონებს? აი თბილისში რო ცხოვრობდა ვარდისუბნის ქუჩაზე. ნაჯა ჩაბაეცკა. არ გაგონდება, ბატონო გიორგი.
ძალიან კი უტრიალებდი მაშინ, მაგრამ არაფერი გამოგივიდა. ნიდალას წერვა. მე ძალიან მომწონდა მაშინ, მაგრამ ვერ მოვიცალე. სამოგიეროთ აქ. ისე დღეში ჩავაგდე. იელი უპალზლა ის კაბინეტ. კიროც ხომ არა ყავდა ამ კაბინეტში. გიორგი როგორ გეკადრება გიორგი. სხვათა შორის მე მთრობაც ვიცი და მეგობრობაც. ორივე ბოლომდე ვიცი. შენ უნიკალური პიროვნება ხარ, ლავრენტი. შენთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ხო და აგაშენა ღმერთმა. ჩაგაცმევენ. წოდი სახლში. 1 საათში გამოგირი და ქალაქარეთ წავალთ. სტალინთან. დიდ საქმეს განდობს გიორგი. ძალიან დიდ საქმეს. აბა შენიც. Слава Богу, Кира Георгий где? Николаевич. Кира, наверное, вздремнула. Какая радость, Георгий Николаевич. Слава Богу. Тамрико спит. Тамрико? Георгий! Между чем, Георгий? О, კარგი. 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 დაწყნარდი. მე გუშინ ჩამომიყვანეს. საიდან? ჩუვაშიიდან. შენი დაპატიმრების შემდეგ მეც წამიყვანეს. როდის? 2 თვის შემდეგ. Тамрико ზინავს. Тамрико. რა მოხდა? გამოგებინე, რა მოხდა? Успокойся, не убивайся так. Твой ангелочек на небесах, в раю. Полно отсюда! გამოგებინე, რა მოხდა? Тамрико დიფტერისგან გარდაიცვალა. როდის? 4 თვის წინ ბავშვთა სახლში. Георгий! Казимира, помогите! Что такое? Георгий! Понюхайте, Георгий Николаевич, понюхайте. Вот так. Сейчас таблеточку дадим. Вот, примите таблеточку, Георгий Николаевич, примите. Вот так. Давайте, садитесь, Георгий Николаевич, садитесь. Вот так. Вот как хорошо, вот. Ничего, Георгий Николаевич, ничего. Сейчас я вызову скорую. Ничего. Слушаю. Попросите Георгия Николаевича. Георгию Николаевичу плохо. Попросите Георгия Николаевича. Да, ну... Дайте трубку. Слушай. Я могу это бить? Манкана დაბლაგიცდის. ვაგვიანებთ ხაზეინი გელოდება. არ შემიძლია. გიორგი.
მოვდივარ. Хорошо, хорошо. Да. სად მიდიხარ? იქ. Товарищ Сталин, у которого я был всего 2,5 часа тому назад, перед нами поставил грандиозную задачу. Проект будет подкреплен всей мощью государства. Нам ни в чем не будет отказа. Нам пришлось работать в Средней Азии, на Урале. Мы не только подняли тяжелую ношу, но разгромили в пух и прах троцкистскую нечисть. Товарищ Сталин крепко надеется на нас. Тот, кто работал со мной, знает, что не выполнит задание, значит не выполнит задание Родины, не выполнит задание товарища Сталина. Все, вы свободны. Аркадий Ильич, задержись, пожалуйста. Садись. Ну, как жизнь в Москве? Рассказывай. А ты где был, Георгий? Я, честно говоря, думал с концами. Все думал. Я все время был в Москве. Недалеко от того места, где мы сидим. Так меня ведь не было в Москве. Вот ведь какая штука. Меня сразу же после твоего ареста тоже вот вчера доставили военным самолетом прямо из Мордовии. Да. Ну что ж, с завтрашнего дня за работу. Я всегда с тобой, Георгий. Ты меня знаешь столько лет. Только завтра. Что завтра? Завтра футбол. Футбол? Ну как, Динамо Тбилиси, Цедака, неужели не пойдешь? Нет. И тебя не пущу. Да что с тобой, Георгий? Там в колонии мне только и снился футбольный мяч да зеленое поле. Что с другой? Надо проще изуродовали. Что хотели узнать? Георгий, между нами все должно быть ясно. Мне, вероятно, нужно искать новую работу. Почему? Ну, не выдержу. Прости. Там на допросе я болтал всякую ерунду. Даже то, что ты агент империализма. Ну, не выдержал. Нас никто не выдерживает. Тебе, вероятно, после этого трудно будет со мной работать. Мне без тебя будет труднее. Так что завтра в 14:00.
Слушай. С вами будет говорить товарищ Сталин. როგორ ახარ გიორგი? Нормально там ხანებოსტანი. შეუდექი საქმეს. დიახ. შენი იმედი მაქვს. ამ საქმეს შესმედ ვერავინ ვერ ასწევს. ყველაფერს გავაკეთებ ამ ხანებოსტანი. ძალიან კარგი. ხო გახსოვს რუსული ამდაზა. Кто старый помянет, тому глаз вон. Работай. მესმის ამ ხანებოსტანი. Покушайте, Георгий Николаевич. Да, страшно проголодался. Кира спит? Да, Георгий Николаевич. Давно? Минут 20. Не будите. Хорошо. Казимира, Слушаю, Георгий Николаевич. не оставляйте ее одну ни на минуту. Понимаю, Георгий Николаевич. Камерами. ცოტა კონიაკი მაინც მოსვი. მე უგედავრეკე და თამრიკოს ნეშს მოსკოვში გადმოსვენებენ. კარგი, დაწყნარდი. რასის ამბედმა ეს განსაცდელიც გამოგვიგზავნა, უნდა დაუძლოთ. ბედმა კი არა ღმერთმა. შენ არასოდეს არ გწამდა ღმერთი. ამიტომაც დაგვრსაჯა ასე სასტიკად. კარგი, შემიბრალე, მეც ადამიანი. შენი ასე სახში ჯდომა აღარ შეიძლება, შეიშლები. იქნებ სამსახური დაგეწყო. მე ვეტყვი და დაურეკ ამის სკოლის დირექტორს. სკოლაში აღარ დაუბრუნდები. შემიძლია ბავშვების ყურება. გოგონებს მაინც გადაურეკე, ოლიას ალაჩკას. გაუხარდებათ. არ მინდა. შენი დაპატიმრების შემდეგ არც უკითხი ვართ. ორი თვე კეთროვანივით ვიჯექი სახლში მარტო. რასიზმ ასია ცხოვრება მოწყობილი. ადამიანებს გმირობას ვერ მოსთხოვ. კარგი. ლუსას დაურეკა. წადი დაიძინე და მეც ახლა ვემოვა. არა. იქ ნუ შემოვა. კაბინეტში დაწექი. კირა, ძალიან გთხოვ. დამაცადე არ შემიძლია. არის ეს? ნუ თუ ისე მოვიდნენ. შეუძლებელია. Казимира, Слушаю, Георгий Николаевич. откройте дверь. Хорошо. Вам кого? Я вас спрашиваю, гражданин, вам кого? Куда вы идете? Кого вы хотите? Куда вы идете? Леван! Куда вы идете? Леван, Цмау! Леван! Казимира, это мой брат, Леван Николаевич. Очень приятно.
შენ ასე საიდან? იქიდან. საიდან? შენ ვერ ხვდები საიდან? შენც? მეც. ჩვენ ხომ უფასო დამატებას ავითავართ. შენ დაგიჭირეს, მეც მიმაყურეს. შენ გამოგიშვეს, მეც გამომაპანყურეს. საათივით აქვს დაწყობილი საქმე. მოდი, წამოდი. გამარჯობა, ლევან. გამარჯობა, კირა. თუ არ შეგაწუხებთ, ცოტა ხანს თქვენთან გავჩერდები. რა სისულელეა. Казимира, Да, Георгий Николаевич. приготовьте ванну для Левана Николаевича. Хорошо, Георгий Николаевич. ცველებმა როგორ შემოგიშვეს? უთხარი ვინცა ვარ და დამიჯერეს. ესაგები. ძილინებისა, ლევან. გამშვიდობის. გოგი. არ მომერიდო, ხომ არ შეგავიწროვებთ? კარგი ნუსულებობ. მოდი თბილისში დავრეკოთ, მანანა გავახაროთ. არ არის საჭირო. რატომ? ჩემი დაპატიმრების შემდეგ ანანას განცხადება შეუტანია სასამართლოში. არ მინდა ხალხის მტრის ცოლობაო. კოლონიაში მოვივიდა. გაღრის ქაღალდი. და იოსები სად არის? მასთან. სად იქნება? ბავშვი დედასთან უნდა იყოს. მეც რას გეკითხები. შენ ჩვენთან დარჩები. გინდა ჩემთან წაგიყვან სამსახურში, ა? ბინასაც მოვაცემნებ მოსკოვში. გოგი, მე ისტორიკოსი ვარ. იქ რაში გამოგადგებით? ჩემთვისაც გამოინახება საქმე. Прошу вас, Леван Николаевич, ванна готова. Спасибо. Казимира, Да, Георгий Николаевич. накройте стол для Левана Николаевича. Он, наверное, голоден. Хорошо. გოგი, რამ გამომაშტე რაღაცო? თამრიკო სად არის? კირა. ო, მე ვარ. აეროპორტიდან გირეკა. ო. ყაზახეთში მიფრინავ, ყაზახეთში. ერთ კვირაში დავბრუნდები. ვერ მოასწარი სახში მოსვლა. კარგი. Георгий Николаевич, смотри, погода портится. Ты что, будешь лететь, Аркаша, а? У тебя отличное настроение. Отличное. Хуже не бывает. Я просто себя перед дракой настраиваю. А ты что, уже что-то решил? Да вот прилетим на место и увидите. Догадываюсь. Неужели снимешь Горбунова? Ай-яй-яй. Такого матерого специалиста? Матерова. Ешь свою 20. Он из одного узла весь проект завалит. Весь. Он мне весь план завалил. Чугунов! Слушаюсь, Георгий Николаевич.
Ты знаешь, зачем я беру тебя с собой? Никак нет, Георгий Иванович. Будешь сидеть директором в Венске. Что вы? На месте самого Горбунова? Да, на месте самого Горбунова. Тоже мне Наполеон. Иди. Слушаюсь. Большевистский у тебя характер, настоящий большевистский. Горы свернешь. Нет, правильно сказано. Мы, большевики, люди особого склада. Мы сделаны из особого материала. Да ладно, ладно. Че, ладно, что уж сказать нельзя, что ли? Вон ты, 3 стройки на себе вытянул. А теперь вот такое навьючил, такое, что Гераклу не под силу. Не я навьючил, а партия мне поручила и сам. Позволь еще румашку, а, Георгий Николаевич? Давай только в самолете не буянь. Ну, как у нас говорили на первой стройке, там, где Георгий... Там победа! Вот как прилетим, я его сниму за подхалимаш. Это не я говорю, это рабочие говорят, пролетарии. Да. Георгий Николаевич, лететь пора, погода портится. Ну, раз пора, давайте. Ну, рассказывай. Скажу тебе прямо, Георгий Николаевич, не справились мои люди. Кишка оказалась слаба. Интеллекта не хватило. Конструктор не потянули. Честно говоря, я не ожидал, но сейчас понял, совершил ошибку. Надо было вовремя запросить подмогу. Все, не усмотрел, не предвидел, не подумал. Ведь я бомбил телеграммами, звонил без конца. А что ты мне отвечал? Все в порядке, доводим, доводим. Не подведем родное правительство. Ты возгордился, вознесся. Перестал слушать умных людей. Оторвался от реальности. А ведь Шмуклер, твой заместитель, тебя предупреждал. Ты его выгнал. У Давыденко лучшие специалисты на чемоданах сидели, чтобы к тебе лететь. Ты не разрешил. Все, сам да сам. Ты утратил главное большевистское качество – самокритичность. А большевик без самокритики не большевик. А если хочешь знать, контрреволюционер. Ты что, Георгий, мы с тобой столько лет... Я тебя не Георгий, а член правительства, подлец! Вон отсюда! Содрать с него погоны, смерсаться! Чугунов! Слушаю, Георгий Николаевич. Принимай объект. Слушаю. Да.
უკვე მეორე კვირაა დილის 4 საათამდე არ ბრუნდები სახლში. ცხოვრების ასეთი განრიგი აქვს რასიზამ. ისე უბრალოდ რა ვქნა? თავში უპავ. ღვიძლს დაიავადებ. ამ ჩათლახ ქვეყანაში გული და ტვინით ვარ ეკუთვნის ადამიანს. კაცო, ეს ღვიძლი ხომ ჩემია, რასაც მინდა იმას უზამ. არ მეძინება თუ არ დავლი. საოცრება არ არის, კოლონიაში მკვდარებით მეძინა. აქ წევა არ თვალგახელილი არ მეძინება. ეთყობა მარტო ძილს გადავეჩვი. თუ პატიმრების ფშინვა არ მესმის, არ მეძინება. შენ შეჭამრამეს? არა. კირა დიდი ხანი არაც დაწვა. იქნება 1 საათი. როგორ არის? მთელი დღე სასაფლაოზე იყო. ყოველ დღე? არ ვიცი პირდაპირ არ ვიცი, მაგან თუ სამსახური არ დაიწყო. იქნებ დაილაპარაკო. მე არ შემიძლია. როდემდე გაუძლებ? რას? ასეთ ცხოვრებას. რასიზამ? ისეთი საქმე დამავალეს, რომლისგანაც შეიძლება მთელი ქვეყნის მომავალი იყოს დამოკიდებული. რახან თვითონ დამავალა, ესე იგი სჯერა ჩემი. ღმერთმა გაძლება მოგცეთ. შენც და იმასაც. რთული ცხოვრება გვაქვს, ლევან, რთული ცხოვრება. მაგრამ რასიზამ უნდა გაუძლოთ, სხვა გზა არ არის. გაუძლოთ, ბატონო, გაუძლოთ. მაგრამ რამე ხომ უნდა გწამდეს ადამიანს? იცი რა გამახსენდა? ბავშვობაში ერთხელ ჩემთან მოხვედი და მითხარი. გოგი, დღეს დავწმუნდი, რომ ღმერთი არ არსებობსო. გამეცინა. ჩუმად ოღონ დედამ არ გაიგოს მეთქი. სადღაა ის დრო? მე რუსეთში წამოვედი. მას მე არც ერთხელ არ ყოფილვარ სახლში, არც ერთხელ. სადღაა სახლი? იქ მხოლოდ საფლავებია. გოგი, ნუ თუ შენ კიდე გჯერა ამათი. მე სტალინის მჯერა. მართალია დამაპატიმრეს, მაწამეს, შვილიც დამეუღბა. მაგრამ გაარკვია ყველაფერი და გამომიშვეს. გამოგიშვა და დაგაწინაურა კიდეც. სტალინის ჯერა რომ რაც არ უნდა დამავალოს შევასრულებ კიდეც. მოკვდები და მაინც შევასრულებ. შენ მართალი ხარ. რთული ცხოვრება.
მაგრამ უზარმაზარი ქვეყანა ვაშენეთ. გენიალობა დააქვს ნათქვამი. ჩვენ ბოლშევიკები განსხვავებული ხალხი ვართ. განსაკუთრებული მასალისაგან ვართ შექმნილი. გოგი ჩვენ შექმნა ნამდვილმა ინტელიგენტმა ბავშვთა ექიმმა ნიკო დედა კი სოფლის მღვდლის ქალიშვილი იყო. რა ასეთი განსაკუთრებული მასალისაგან ხარ შექმნილი, გამაგებინე ერთი. დღეს სასაფლაოზე ვიყავი. ყვავილები დაუგლეჯიათ. თურმე გლეჯენ და ყიდიან. ღმერთო სადამდე დაეშვა ხალხი. კარგი დაურეკავ, მიაქცენ ყურადღებას. და საერთოდ არ შეიძლება ყოველდღე სასაფლაოზე სიარული ვერ გაუძლებ ამდენს. ძალიან ბევრს ვამლევან. ოცნებაო ჩემო ძველო ვარ ღამეთა მთელი ბევრზე ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი იქნებ დაგეწყო ინსტიტუტში ლექციების კითხვა. მე ხომ ვიცი რომ კარგი ისტორიკოსი ხარ. რა ვასწავლო? ვის ვასწავლო? გვაქვს კი საერთოდ ისტორია, რა ტყუილების ისტორია ვასწავლო? ლევან, ბავშვობაში მატარებლის მემანქანე მინდოდა გამختارიყავი. იქნებ ტროლეიბუსის მძღოლად დამეწყო მუშაობა. მე არ გეყუბრები მართალს ვამბობ. ეგამაკლია ჩემი ძმა ტროლეიბუსის მძღოლი. რატომ? რა სამარცხვინოა ტროლეიბუსის მძღოლობა? ის მაინც გეცოდინება კაც რომ რაღაც საქმეს აკეთებ. დილით მიყავს ეს ხალხი სამსახურში. საღამოს კი უკან აბრუნებს სახლში. ადამიანმა უნდა იცოდეს რისთვის ცხოვრობს. აი მე კი არ ვიცი რისთვის ცხოვრობ. გინდა მომკალეთ. არ ვიცი. კირა გაივლის. ხომ გაგიგონია დრო ყველაფრის მკურნალიაო. როგორც კი დავწმუნდები რომ დრომ ყველაფერი განკურნა. თავს არ ვიცოცხლებ. გუშინ ილეთ ჩვენ სადარბაზოსთან მთელი საათი კეკებოდნენ ჩემს საბუთებში. თუმცა შენივრად იციან ვინცა ვარ. ნასვამიღავი, რა საფუძველია? რადგინს ჩემი დაცვა მაგაში იღებენ ხელფას. მაგრამ ჩემზე რაღაც ზრუნავენ. თვალს არ მაცილებენ. სადაც არ უნდა წავიდე, გძნობ ვიღაც მითვალთვალებს. ასე ცხოვრება არ შეიძლება, გიორგი, აუტანელია. ლევან, იქნებ დაბრუნდე თბილისში. დავრეკავ, ყველაფერს გაგიკეთებენ. იქაც შენი ძმა ვიქნები. ეგ დიდი უბედურება არა შენთვის. დიდი. ძალიან მინდა დაგეხმარო, მაგრამ გაიგე. ადამიანი ვერასოდეს გაასწრებს დროს, რომელშიდაც ცხოვრობს. აი ეს მომწონს. ადამიანი ვერასოდეს გაასწრებს დროს, რომელშიაც ცხოვრობს. კარგია. არა. თბილისში უნდა დაბრუნდე. წავიდე, ძამიკო. წავიდე და დავტოვო ეს
ეს ხიზილალა, ეს თევზეულობა, ეს უმაღლესი ხარისხის კონიაკი, რა დაუნდობელი ხარ ძმაო, გიორგი. მალე კოლონიაში დამპალი თევზით კუჭაშლილი ნიფხავ ჩახდილი რო ვიჯდები პარაშაზე, შენზე და ამ წყილვალე ცხოვრებაზე ვიფიქრებ. დახარკე ადამიანის სახე. ადამიანი კი ამაყად ჟღერს. ადამიანის სრულყოფილი უნდა იყოს სულით და ხორცით და ზერგვესავლიდნენ. მაგრამ უფრო სრულყოფილი ადამიანი მუნდირში ორდენებით მკერდამშვენებული. ო, როგორ მაინტერესებს დავინახო შენი კაზიმირა სუპის კაპიტანის მუნდირში. შენ რა ექსაბოთავ? Казимира Андреевна! Казимира Андреевна! Слушаю, Леван Николаевич. Когда вам колбасу зараз вызардзилявс? Почему вы не спите, Казимира? Потому что не спите вы. Может, буду нужна? Казимира, а вы не сможете завтра обслужить нас в форме офицера КГБ? Я не понимаю, о чем вы говорите. Идите, Казимира, идите. Он пьян сам не знает, что несет. Хочу доложить, Георгий Николаевич. Ваш брат напивается в день 3 раза. Вас целыми днями нет дома. А он напивается так, что теряет рассудок, ломает сервиз и топчет ногами. Идите, Казимира, мы с братом сами разберемся. Как хотите. Хочу предупредить. Ваш брат, в конце концов, повесится в сортире. Ხედავ! ხედავ! რა მიწინას არ მეტყველა ამ კახპამ. ფეხსადგილში ჩამოიხშოს თავს. გიორგი, ნუ თუ შენ კიდევ გჯერა იმ ულვაშა კაცი ჭამიას. მოკოლმიტედა! შენ კახანად გულებ, საკუთარი ხელით მოგხსნო. Merci. როგორ ფიქრობ, ლევან? რას მისამს ბოლოს და ბოლოს? გუგი. მე ვგრძნობ, რომ უკვე ხელს უშლი. უსათუოდ მომიცილებს. სისულელებს ლაპარაკობ, გიორგი შენ უყვარ ხარ კიდე. მე მეშინია, ლევან. ამოიგდე თავიდან ეგ სისულელე.
შენ მას უყვარხარ. არა, მეგრძნობ როგორ ეუფლება მას ეს აზრი. სრული არარაობა ვარ. ყველაფერი დავკარგე. დავკარგე თამრიკო და მაინც ვეპოტინების სიცოცხლეს. კარგი დაწყნარდა. Андреевна, дайте что-нибудь выпить. Сегодня же уйду. Дождусь Георгия Николаевича и уйду. Не разыгрывайте комедию. Никто вас отсюда не отпустит. Ваши отчеты о том, что делается в этом доме, кладется на стол самому Лаврентию Павловичу. Ему и напишите заявление об уходе. У вас белая горячка. Эта болезнь неизлечима. Она смертельна. Служу Советскому Союзу. О, ძალიან ბევრს ვამ ლევან ვეღარ გაუძლებ. რას ამბობ, კირა? ჩვენ, საბჭოთა ადამიანები ყველაფერს უძლებთ. სოფლიო რეკორდი დავამყარეთ გამძლეობაში. გენიალურად უთქვამს ჩვენზე ჩერჩილს. ეგენი თვითონ იგონებენ თავისთვის გადაულახავ დაბრკოლებებს და შემდეგ გმირულად უძლებენო. ოღონდ გაუგებარი არისთვის. არ შეიძლება ასე ლაპარაკილევად. საშიშია. შეშინება იმისი შეიძლება, ვისაც ჯერ კიდევ დარჩა რამე დასაკარგავი. დახსულ წრეში ვტრიალებთ. ტვინი გვაქვს მოწამლული. მაინც რითი ვართ ასე უიმედოთ მოწამლული. სისლიანი უტოპიით. ბურუსში ვართ, კირა. მაგრამ მალე გაიფანტება ეს ბურუსი. ადამიანები დაიწყებენ დამნაშავის ზებნას და მშიერი მგლებივით დაერევიან ერთმანეთს. ცოდვიანები ვართ, ლევან, ცოდვიანები. და როცა იქნება მოგვეკითხება. სიურპრიზი მოგიმზადეთ, სიურპრიზი. მოსაწვევები მოგართვით საპირველ მაისო აღლუმზე. საპატიო სტუმრების ტრიბუნაზე. გოგი, სოსო იქნება. ლაზარ მაისეევიჩი, ლავრენტი პავლოვიჩი. აი სულ დამბურძგლა რა, მოდი ამ შესანიშნავის სამეული სადღეგრძელო დავლიოთ. სხვები ამ სადღეგრძელოში ვერ ჩაეტევიან. იქნებ ლაზარ მაისეევიჩი, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი შეგვეცვალა. ისიც კარგი ტრაკია, მაგრამ ქრისტიანი მაინც არის. მადლობ ძმაო. მთელი დღე ვგრძნობდი, რაღაც გამეხარდებოდა. გაექრიო საკედან მაგის ფეხი აღარ ვნახოთ ჩემს სახლში. მართლა უპირებ გაგდებას. წაექრიო საკედან და სადაც უნდა იხილოთოს. უნდა მოიტბინო შენი ძმა. ჩემი ძმა. მართალია ჩემი ძმა, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. სხვათა შორის მოთმინებასაც. ყველაფერს მე მაბრალებს. მე მაიგიერებ საბჭოთა რეჟიმთან, რომელიც მას სასტიკად სძულს. სხვათა შორის ცუდად დაამთავრებს. აი ნახავ, დახვრეტად არცდება. მე არ გავუშვებ. თუ წავიდა დაიღუპება. რად უნდა დაიღუპოს? წავიდეს თბილისში და იქ მოვაწყობ. სხვათა შორის ისიც კი არა, აქ უფრო დაიღუპება ამ საშინელ სახლში. რატომა ეს სახლი საშინელი? იმიტომ რომ მე ვარ აქ, ხო? იმიტომაც ვცდილობ სულ არ იყოს სახლში. რა თქმა უნდა, გაუბედურებული ცოლი, გალოთებული ძმა. შენ რა გაგიჟდი? მხოლოდ რამოდენიმე თვე გავიდა თამრიკოს შემდეგ. შენ კი მოსაწვევები მოგაქვს წითელ მოედანზე. ვინ გაგიჟდა, მე თუ შენ? კარგი ბატონო, ნუ წავალთ რა ხანასი ესაჭირო. არა, წავალ წითელ მოედანზე. მაგრამ შავებში ჩაცმული წავალ და შენ შავებს ჩაგაცმებ და ისე წაგიყვან. ლევანი კი აქ დარჩება და შენ უბატონოთაც არ გასცემ ხმას. გასაგებია? ო, კარგი, გასაგებია. დაწყნარდი. კარგი, დაწყნარდი. გამაგებინე რა ხდება? იქნება მე მართლა ტყუიდან შევიშალე. რა ხდება ჩვენ თავზე? რაზე მელაპარაკები? შენზე ვლაპარაკობ. როგორ შეგიძლია მაგათთან იმუშაო? ხალხთან რომლებაც ციხეში ჩაგაგდა, შენი ცოლით, ნათესავებით მოგიკლეს ქალიშვილი. რა გინდა ჩვენგან რა? და გავიგო რა ხდება? კარგი ბატონო, კეთრი. მე დამაპატიმრეს. შენც,
ლევანიც. ჩვენი ქალიშვილი. ეს ყველაფერი ტრაგიკული შეცდომის შედეგია, დასმენის შედეგი. რა ქნა ეხლა რა? ვისთე დავიბოლო, ვისთე ვიძიო შური. ჩემს პარტიულ მეგობრებზე, რომლებთანაც ერთად ვიყავი შეცდომებშიც, გამარჯვებებშიც, რომლებთანაც ერთად დავანგრიეთ ჩვენი დამყაყებული მონათა სამყარო, სადაც უთქვაც აღარ შეიძლებოდა დავაშენეთ ახალი ქვეყანა. ვინც გაბედავს და ხელს აღმართავს ამ ჩვენს მონაპოვარზე, საკუთარი ხელით დავსპო. Изводишь себя, изводишь. Смирись, наконец. Казимира. Непрекаянная ты душа. Мучает он тебя по ночам. Ты о чем, Казимира? Знаешь о чем. Казимира, неужели ты доносишь на нас? Леван конченый человек. Он родную мать подозревать может. Не верь. Чем это от тебя пахнет, Казимира? Шипром. Шипр же мужской одеколон. А я люблю мужские одеколоны. Казимира! Казимира! Казимира, Что с вами, Георгий Николаевич? Вызовите. Скоро. Скорую, сейчас, Георгий Николаевич. რა მოგივიდა, გიორგი? რა მოგივიდა? Гули. Гули. Первоклассница Вера Кондакова. Никогда не забудет она этот день.
22 часа. Традиционным артиллерийским салютом ознаменовала советская столица международный праздник трудящихся День 1 мая. Ну, как себя чувствуешь, Николаевич? Прилично. Теперь 100 лет проживешь. Кира Александровна, небось, заждалась. Видел я ее недавно. Так изменилась. Ну, конечно. Кто у нее, кроме тебя, есть? Да. Чувствую я, Николаевич, какое-то дыхание нового времени. В чем ощущаешь дыхание нового времени? Что-то произошло после войны. Для меня не совсем понятное, неуловимое. А что произошло? Этого никто еще не знает. Пока еще это только чувствуется, пока только в воздухе витает. Ну да ладно об этом. Вот был я при разговоре. Там говорили, что товарищ Сталин очень обеспокоен состоянием твоего здоровья. Он требует, чтобы тебя быстро поставили на ноги. Я просто не знаю, чем отблагодарить такую заботу. Так не щадишь же ты себя. Не щадишь, Николаевич, сгораешь. Ты пойми меня правильно. Твое здоровье – это общенародное достояние. И относиться к нему надо соответственно. Не только тебе, но и всем окружающим. Так в свое время говорил Владимир Ильич, так говорит товарищ Сталин. Человек прежде всего. Да, звонил Лаврентий Павлович. Торопить, говорит, не буду. Но как сможет, пусть непременно зайдет ко мне. Что такое? Что? Сестра! Сестра, быстро, сестра! Спасибо. Спасибо. გიორგი, გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ. დავიდანებია ჩემთან ოფიციალურ ლაპარაკს. გისმენ, ლავრენტი. როგორ არის შენი საქმე? ამჯერად პირად საქმეებზე გეკითხები. ვითომ არ იცოდე? არა, თქო უნდა ვიცი, მაგრამ მე შენგან მინდა გავიგო. შენ უკეთ იცი ყველაფერი. მე ახალს ვერაფერს დავამატებ. რა ჯილდი ხარ, ჯილდი. არის მოვლენები, რომელთა წინაშე შენ ცუძლური ხარ, ლავრენტი. მე? არა, ჩემო კარგო. ასეთი მოვლენები არ არსებობს.
ბედნიერი ხარ თუ ასე ფიქრობ. დიახ. და თუ დამჭირდა მთვარეს ჩამოვიდან. ციდან. ჩვენ ბევრი რამ წინა გვაქვს, ჩემო გიორგი. რა გვაქვს წინ? ჩვენ კიდევ მოვესწრებით ახალ ცხოვრებაში, ახალ სამყაროში შესვლას. რაღაც ქარაგმებით მელაპარაკები დღეს. გიორგი, ცხოვრება იცვლება. ადამიანიც იცვლება. ქართველებს ერთი გადასარევი სიტყვა გვაქვს. გარდაიცვალაო კი არ მოკვდა, ცვალებადობა განიცადო და ადამიანს უნდა შეეძლოს სიცოცხლეშივე განიცადოს ეს ცვალებადობა. გადაინაცვლოს ახალ სამყაროში და თუ დაჭირდა, ძველ სამყაროში დატოვოს ყველაფერი როგორც ძიმე ტვირთი. Რაღაც დროს ჩემი გამოცვლა, ლავრენტი. დავიღალე. ძალიან დავიღალე, დავბერდე. არ გაბედო ასე ლაპარაკი კიდევაც რომ დაბერდე. დანა მოხუცებს აუჩნდებათ უფრო მეტად სიცოცხლის წყურვილი. ოღონდ ცხოვრებას უნდა გახვა, გიორგი. ყველაფერი აიღო მისგან. და მაშინ მიხვდები რა ბედნიერება შეზლო, თუ საჭიროა ახალ ცხოვრებას შევძლი. მე ღმერთი არ ამძამს. Думаю, რა მარქსისტი არ ახლა აღარც მარქსისტი ვარ. იმიტომ რომ წმენა სწავლებს ადამიანს ბუნებისაგან. მე არც ეს რევოლუციონერები მიყვარს. აი ფანატიკოსი რევოლუციონერები. ქებით რომ უნდა დაიგანონ თავიანთი იდიოტური იდეები. რამდენი ხალხი გააუბედურეს. რამდენი ხალხი ამოშლიტეს. რითი ჯობია სტალინი ტუტანხამონს ან ჩინგისხანს. რით? იმით რომ უფრო მეტი სისხლი დალია და ჩვენც ჩაგვალპო და ჩაგვახშავს სისხლსა და ბალღამში. ხვალინდელი დღე ამერიკისა ჩემო გიორგი. ისინი არ საით არ მიათხოვენ ადამიანს. არ ცდილობენ თავზე მოახვიონ განსაკუთრებით ეს იდიოტური იდეები, არა? ისინი იღებენ ადამიანს როგორიც არის და ცდილობენ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს, ჩემო გიორგი. თავისუფალი. და ძლიერი. ერთი ინსულტი შენ უკვე გადაიტანე. თუ ასე გაგრძელდა, ფეხებსაც მალე გაფშიკავ. Она тебя уложит в гроб. Кто она? Ты прекрасно знаешь, о ком я говорю. Георгий უნდა გადაწყვიტო, ან ისე, ან ასე. რაც უფრო მალე გადაწყვეტ, მით უფრო მალე დააღწევ თავს ამ უბედურებას. კირა მე მიყვარს ლავრენტი. აღარ არსებობს ეს კირა. დარჩა მხოლოდ მისი ფუტლარი, მუმია. კარგი გვაყოფ ამაზე ლაპარაკი. და არა, მოგიწევს. მე არ მჩვევია მეგობრების მიტოვება განსაცდელში. მე შენ გაგიხვან იმ ახალ სამყაროში. მე, ლავრენტი ბერია. მე შენ მჭირდები. Он мчирдები თავისუფალი და ძლიერი. Так продолжаться не может.
Не волнуйтесь. Все будет хорошо. Я, конечно, и кое-что назначу. Но... Да. Да. Дело в том, уважаемый Георгий Николаевич, что этот разговор может быть или предельно откровенным, или в нем вообще нет никакого смысла. Я вас внимательно слушаю. Ничем помочь, дорогой мой друг, я не могу. Тут произошел некий процесс, в котором наша наука еще не совсем разобралась. Произошел эффект резонанса. Одно наложилось на другое, на третье. Возник некий разрушительный ритм. Ну, вы знаете, как от резонанса падают мосты. Да. Что я говорю? Психика у нее всегда была не совсем здоровая, это мне ясно. А тут ваш арест, ее арест, смерть дочери, даже освобождение. Да-да, глубоко уважаемый. Даже освобождение и встреча с вами. Я считаю, произошли очень серьезные изменения, очень, может быть, необратимые. Так что вы считаете, что она... что это надолго? Что значит надолго? Я говорю вам, может быть, это необратимо. Вы можете восстановить сгоревшую спичку? Ну, вообще, я не совсем уверен. Далеко не уверен. Мы же с вами договорились говорить откровенно. Да, да, конечно. Да. У вас определенный дискомфорт. И в интимной жизни. Да, это так. Особенно в последнее время. Практически. Вы знаете, любая женщина настолько физиологична. Ваша жена, конечно, после лагеря изменилась. Вы меня понимаете. Интимный мир ее изменился. Да? Вы можете, конечно, не отвечать. Я попытаюсь стабилизировать. Но, понимаете, есть вещи.
Хотя Богу все под силу, вот он-то и может вмешаться. Я все понимаю. Казимира Андреевна, Да, Георгий Николаевич, проводите гостей. прошу. Браво, ექიმმა. ისეთი არაფერი. მაგრამ გარკვეული პროფილაქტიკა მაინც არის საჭირო. დღეს მცველებმა სახლიდან არ გამიშვეს. ეს რა შენი განკარგულებაა? არა გეფიცე. ერთმა მათგანმა ისე მაგრად მომიჭირა ხელი, რომ ეხლაც მტკივა. აი შეხედე. დღესვე გავარკვევ ყველაფერს, დაწყნარდი. როგორ უნდა დავწყნარდე? რაღაც გაუგებრობა. ხომ ისი რა ხალხიც არის. დიდი განათლებით არ უსყდებათ თან. გარდა ამისა, შენც უდავბოლო დადიხარ. ბავშვი აღარ ახარ და უნდა იცოდე, რომ ამ ხალხს შენი დაცვა აქვს დავალებული. რაღაცა მინდოდა მეთქვა, მაგრამ სხვა დროს იყოს. მითხარი. არა, სხვა დროს. არა, ეხლავე მითხარი. ეხლავე მითხარი. კარგი, გეტყვი. რატომ დამიმალე, რომ შენ გადასახლებაში თვითმკვლელობის რამოდენიმე ცდა გქონია? შენ საიდან იცი? ვიცი. მე ხომ გითხარი ყველაფერი დაივიწყე, ყველაფერს ხაზი გადაუსვინეთქი. მეც ძალიან მიჭირდა მის გაკეთება, მაგრამ ხომ ხედავ, რომ შევძელი. შენ ხომ პროფესიონალი ოპტიმისტი ხარ. შენ ყველაფერი შეგიძლია. ესე იგი შენი განკარგულებით არ გამიშვეს სახლიდან. ძალიან მძიმე წამლებს ღებულობ და არ შეიძლება შენი სახლიდან გასვლა. ესე იგი შენ იცოდი რომ არ უნდა გავეშვი სახლიდან. გითხარი არა მეთქი. გოგი. მითხარი რას მიპირებ? არ მესმის. შესანიშნავად გესმის. მითხარი რას მიპირებ? შენ ხომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვს. მერტო ჩემო შენ მეც შემშლი ჭკუიდან. გიორგი. მე მინდა ვიცოდე რა მომელის. ო, კარგი. კარგი, დაწყნარდი. დაწყნარდი, ყველაფერი რიგზე იქნება, დაწყნარდი. Казимира Андреевна. Казимира Андреевна. Казимира Андреевна. О. გოგი, სოსო იქნება. ლაზარ მაისეევიჩი, ლავრენტი პავლოვიჩი. აი სულ დამბურძგლა რა, მოდი ამ შესანიშნავის სამეული სადღეგრძელო დავლიოთ. სხვები ამ სადღეგრძელოში ვერ ჩაეტევიან. იქნებ ლაზარ მაისეევიჩი, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი შეგვეცვალა. ისიც კარგი ტრაკია, მაგრამ ქრისტიანი მაინც არის. მადლობ ძმაო.
მთელი დღე ვძრობდი, რაღაც გამეხარდებოდა. Здрасте. Как вы вошли в мою комнату? Через дверь. Что вы тут делали? Извините, Казимира Андреевна, я испил вашего рассолу. Уходите отсюда сейчас же, или я позову Георгия Николаевича. Ухожу. Спасибо за расстрел. Что? Что вы сказали? Прошу прощения. Спасибо за рассол. Алло. Да, слушаю. Чугунов? Ну, привет. Что? Пустили объект? Ай да молодец, Чугунов, ай да молодец. Да. Чугунов, сегодня воскресенье. В четверг жду тебя в Москве. Да. Доложим хозяину об окончании объекта. Сталинская премия, считаю, тебя в кармане. Да. Ну, молодец. Спасибо. Привет. Ομιλოცავს. რას მილოცავ? დაზვერვა მომახსენე რომ მესამე დღეა წვეთერდაგილი. რომელმა დაზვერვა? რა თქმა უნდა კაზიმირა. გოგე. შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს. გისმენ. რა გინდოდა მე კაზიმირას ოთახში? გამოისმინე. იცი რას გეტყვი? კაზიმირა ჩვენთან დიდი ხანია ცხოვრობს. შესანიშნავად ამზადებს. ჩვენი რა თქვილის, ჩვენ მაშინ ვეჩვით. კი, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ის მოვიშორო, მაგრამ რა აზრიებს? ბოლოს და ბოლოს ამ სამსახურებს თავისი საქმე აქვთ. რატომ უნდა შეუშალოთ ხელი? ღმერთმა ხელი მომართეთ. ლევან, ირამ მითხრა, რომ თქვენ საინტერესო საუბრები გაქვთ პოლიტიკაზე და სხვადასხვა მაღალ მატერიებზე. რა საჭიროა? ჯერ ერთი ქალია, თანაც ტრავმირებული. გულახდილად გეტყვი, მე ძალიან მაფიქრებს მისი ფსიქიური მდგომარეობა. შენ მასზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენ. ნუ გეწყინება და მე უკვე გავეცი განკარგულება. რომ ოთახი გიქირაონ. ყველა ხარჯებს ჩემზე ვიღებ. შენ მაღაზიაზე ნუ შეწუხდები, გოგი, მე თვითონ მივხედავ ჩემ თავს. გადორღელი მეგობრები ვნახე. ქარხანაში მომაწყობენ იქ ძალიან ჭირდება თურმე მუშები და საერთო საცხოვრებელშიც იქ ვიცხოვრებ. კარგი მეგობრები ყოლია, ღმერთმა მოგახმაროს. რა სიზა. ყველას თავისი კამპანია ხავს.
სიამოვნებით დაგეთმო ადგილს ამ ცოდვილ მიწაზე. მაგრამ იცოდე, გოგი, იმპერია უკვე ზანზარებს. ეს რომიც დაეცემა. Идиоты. Возьми с собой флакон духов. Спасибо. Ну, что еще хочешь с собой взять? Как будто все сложила. Фотография там, Рико здесь. У меня все это не отнимут. Ну, кто же у тебя отнимет? Я так боюсь. Может, куда-нибудь спрятать? Говорю тебе, никто не отнимет. Там, на окнах, не будет решеток, как в тюрьме. Вот выдумала. Обыкновенная, залитая солнцем палата, где ты будешь одна. Ведь это лечебное учреждение. И там знают, чья ты жена. Будет скучно, подселят интеллигентную даму. Ну, ты хорошо понимаешь, что тебе надо туда идти? Да. Понимаю. Я иду туда добровольно. Вот умница. Наши ночные беседы не прошли для тебя даром. Ты подлечишься и вернешься. Он будет тебя ждать. Может, надо было сказать ему о моем решении? Ни в коем случае. Он не отпустит тебя. И этот ад будет продолжаться. Ты погубишь себя и его. Ну, пошли. Я заказала такси, оно уже ждет. Обыкновенное такси? Конечно, обыкновенное такси. А ты что думала? Да нет. Ничего. Казимира, я еще вернусь. Конечно, вернешься. А что же у тебя слезы? Я ведь человек. Вижу, ты в смятении. Пойми, это лучший выход. Твой муж залетел слишком высоко. Слишком много от него зависит. И никто не позволит, чтобы за семейных неурядиц он переживал и страдал. А теперь ты не контролируешь себя. Да. Твоя правда. Тебе запросто могут что-то подстроить. Выйдешь из дому, и тебя собьет грузовик. Зачем все это? А так ты добровольно сама идешь. Ну ладно, пошли. Подожди, присядем на дорогу. Обязательно. Но я хочу проститься с Ливаном. Ливан только что ушел. Может, это к лучшему. Пошли. Казимира, ты будешь меня навещать? Конечно, буду, глупенькая. Я же буду скучать. Ну, пошли, пошли. Казимира, что это? Понятия не имею. Ты знала, ты еще Я же вам сказала, шлите внизу! Идиоты! Помогите! Возьмите ее! Что вы смотрите, Казимира? Кому вы несете 2 кофе? У Георгия Николаевича Градусов. Скажите ему, что я его жду.
არ გეგონა არა თუ კიდევ ვნახავდი. აღარც ვაპირებდი მოსულს. მაგრამ შენ მე უსინდისოდ მომატყუე. კი რა, დასასვენებლად წავიდაო. დღეს როგორც იქნა მივაგენი. შენის საგიჟეთში ჩაგემწყდევია. კირა მძიმე სენით არის დაავადებული. არა გოგი. შენ უფრო მძიმე სენით ახარ დაავადებული. უკურნებელი სენით. და არა მარტო შენ. მთელი ქვეყანა. ერთხელ გახსოვს ბავშვობაში ფილმი ვნახეთ. ტიტანიკის დაუბულა. ხალხი ცეკვავს, ღიარობს. ოკეანეს კი ხახა აქვს დაბჩენილი. თქვენი დრო დამთავრდა. გოგი, მე შენ მებრალები. ძალიან მებრალები. შედობით. კიდევ გარდინულ სახლში ხარ. რა მოგივიდა ვერ მიცანი ლავრენტიო. რას გაჩუმებულ ხარ? შენ ხომ არ გაიგე უკვე? რა? სტალინი აღარ არის. რა? სტალინი მოკვდა. Чего ты разревелся, как баба? Сахлидан ერთსად გახვიდე. დამჭირდები დაგირეკო.